მუშაობა მიწევდა ყოველთვის სხვილ კომპანიებში, ასე ვთქვათ, ალბათ ყველა დიდ დასაქმებულების რაოდენობით ყველა სხვილ კომპანიებს მართავდი ბევრი წელი, ხო და ამოცანაც ეგ ქონდა, რომ ინსტიტუციონალიზაცია ყოფილიყო მაღალი ამ კომპანიების, საჯარო კომპანიები იყო ეს ყველა და ინსტიტუტებთან ჩემი დამოკიდებულება კიდე განსხვავებულია, ხშირად მithqos რაღაც რელიგიის დონეზე მაქვს ხშირად აყვანილი, რომ როგორც ინსტიტუცია როგორ უნდა მუშაობდეს და ეხლა ჩემ თავსაც რო უყურებ ეს ინსტიტუტების მოშლა ამ ქვეყანაში ბევრი წელია დაიწყო და ამ მთავრობას არ დაუწყია მარტო ეგ, ხო? წინა მთავრობასაც ბევრი, ასე ვთქვათ, ჩინმედალი ეკუთვნის ამის გამო, ხო? და ამაზე გინდა არ გინდა რაღაც დონეზე ეთყობა თვალებს ხუჭავდით ჩვენ ყველანი რა, ეს რო ხდებოდა და აი ჩემ თავში გარდამტეხი როდის მოხდა, რო აანალიზებ, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც დაიწყო რა, როდესაც დავინახე, რომ ფაქტობრივად მხარე აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ და არასწორი მხარე აიღო და პლუს დავინახე ისიც, რომ არასწორ მხარესთან ერთად მათ სრულად დაკარგეს დასავლეთისგან რაღაცა დამბალანსებლის დასავლეთი ფაქტობრივად დაიკარგა მათთვის როგორც დამბალანსებლის როლი, ხო? როდესაც გამოვიდა